უდაურში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულებულია, სნოუბორდ კროსის დისციპლინა სანახაობრივი გამოდგა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ტურნირმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. უდაურში მსოფლიო თასის მესამე ეტაპით ზამთრის სეზონი დაიხურა. საქართველოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა კურორტმა 21 ქვეყანას უმასპინძლა. ორი საოცარი ტურნირი გქონდა გუდაურში, MTA-ის და ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი. უმაღლესი დონის შეჯიბრი გამოვიდა, ყველა მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე იყო. მონაწილეებმა სნოუბორდის უმაღლესი დონე აჩვენეს. მოხარულები ვიქნებით სხვა დროს თუ კიდევ დაუბრუნდებით. ბოლო საშეჯიბრო დღე ფინეთში გადადებულ ტურნირს დაეთმო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს თხოვნით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილდა. შედეგით კმაყოფილია ქართული მხარეც. დღევანდელი დღით სპორტული შეჯიბრებები დასრულდა. დღეს იყო სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება, შესანიშნავად ჩატარდა, შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე ფრირაიდ ვორლდ ტური. ამით ვამთავრებთ სეზონს ღონისძიებების ნაწილში, თუმცა ვაგრძელებთ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის. იქამდე სადამდეც იქნება კარგი თოვლის კონდიცია. ეს შეჯიბრი გამოტოვებული შეჯიბრია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ფინეთში, რომელიც გადაიდო. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა სპორტსმენი კმაყოფილია ტრასის მომზადებით, ყველანაირი ხელშეწყობით. შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს დონეზეა ჩატარებული. სნოუბორდ კროსის დისციპლინა სანახაობრივი იყო. გოგონებს შორის ფრანგების დუეტს მრავალგზის მსოფლიო თასის ჩემპიონ ლეა კასტას და გუშინდელ გამარჯვებულ ჯულია პერეირა დე სოუზას რეიტინგის ლიდერმა შარლოტ ბენქსმა აჯობა და პოდიუმზე უმაღლეს საფეხურზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ავიდა. ვაჟებს შორის კი ყველაზე დაძაბული ნახევარფინალური დაშვება გამოდგა. ფინალში გადამსვლელი სპორტსმენების ვინაობა 3 მონაწილეს შორის ჟიურიმ ფოტოფინიშით გაარკვია, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლას გუშინდელი ჩემპიონი იაკობ დუშეკი გამოეთიშა. მამაკაცებში ფრანგმა ჯულien ტომასმა მოიგო. მარტივი არ ყოფილა გამარჯვება, დიდებული დღეა, მშვენიერი გაზაფხული გვაქვს, აქ ძალიან მომწონს. საოცარი ტურნირი გამოვიდა, ვიმედოვნებ მსოფლიო თასის ფარგლებში კიდევ დავბრუნდები საქართველოში. ძალიან მაგარია გამარჯვება გუდაურში, ბედნიერი ვარ ჩემი გამოსვლით, სიამოვნება მივიღე. კარგი გარემო და არაჩვეულებრივი ორგანიზება იყო. სოფლიო თასის ეტაპები დასრულდა. საერთო რეიტინგით შარლოტ ბენქსთან ერთად კანადელი სპორტსმენი ელიოტ გრონდინი ლიდერობს. სოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი 50-ვე მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. სოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სკი და სნოუბორდ კროსში 18-დან 30 მარტის ჩათვლით შვეიცარიაში გაიმართება. საქართველო მიმდინარე სეზონში 3 სოფლიო თასს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც გუდაურმა და ბაკურიანმა 300 სპორტსმენი მიიღო. ასევე მესტიაში ფრირაიდის ტურნირიც ჩატარდა.